Εμάς საკმაოდ ცნობიარე თემით ვაგრძელებთ, ეს არის ემბრიონის პათოლოგიები, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში თავიდან შესაძლოა იქნეს აცილებული და ზოგადად პათოლოგიური ნაყოფის კვლევა როგორ ეხმარება შემდგომში მომავალი პათოლოგიების თავიდან აცილებას წყვილებს. თემა ნამდვილად ემოციური არის, გეთანხმები, კეთი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, სადაც უკვე იყო მსგავსი ტიპის შემთხვევა და სურთ მეორე ესე ვთქვათ ორსულობის დაგეგმვა, რომელი ტიპის პათოლოგიებია პრევენციული, ესეც ძალიან საინტერესო საკითხი არის და როგორ ხდება ზოგადად მათი გამოვლენა, ესეც მნიშვნელოვანი არის, რას ნიშნავს როდესაც ექიმების თავაზობენ წყვილებს პათოლოგიური ნაყოფის კვლევას, ხო? ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანებისთვის გაუგებარი ტერმინი არის, ესე ვთქვათ, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანი. გეთანხმები, ლაშა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ემბრიონის პათოლოგია შესაძლებელია გამოვლინდეს, ალბათ უნდა ვიცოდეთ, როგორ შეიძლება და საერთოდ შესაძლებელია თუ არა ასეთი პრობლემების პრევენცია. ეს არის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ, ვთქვათ, ემბრიონის პრობლემებზე, ეს ძირითადად არის ემბრიონის განვითარების პერიოდში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევა, რაც შეიძლება იყოს უამრავი მიზეზით განპირობებული, როგორც წესი, მულტიფაქტორულია ხოლმე. ძალიან ხშირად ეს არის დაკავშირებული უშუალოდ, თქვათ, ქრომოსომულ დარღვევასთან ან გენეტიკურ მუტაციასთან, თუმცა შესაძლებელია, რომ გარემო ფაქტორის მონაწილეობდეს და ხშირ შემთხვევაში ეს შესაძლებელია უკავშირდებოდეს სხვადასხვა ინფექციას, გარკვეული ტოქსიური ნივთიერებების მიღებას და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როდესაც გარემოზე ვსაუბრობთ, ამისი პრევენცია არის შესაძლებელი და ამის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითისთვის რო ავიღოთ ჩვენ, ფოლიომის მჟავის დეფიციტი იწვევს ნერვული მილის განვითარების დარღვევას, რაც შეიძლება აისახოს შემდგომ თავზურგ-ტვინის თიაქრებით და ზოგჯერ ანენცეფალიითაც, ანუ ეგრეთ წოდებული, როდესაც ტვინის ერთად არ ვითარდება. აი თუ ჩვენ მაგალითად ფოლიომის მჟავას მიიღებს ორსული, მაშინ როდესაც იწყებს უკვე დაგეგმვას ორსულობის და ორსულობის ჩასახვიდან პირველი ტრიმესტრი ან პირველი კვირეების განმავლობაში ეს პრობლემა შეიძლება თავიდან ავიცილოთ საერთოდ. წითურა, წითელა და ასე შემდეგ, ხო? ამ ინფექციების თავიდან აცილება შეიძლება და ძალიან ბევრ ქვეყანაში თუ არ იციან, გაკეთებული აქვს თუ არა ქალს მანამდე ჩატარებული აქვს თუ არა ვაქცინაცია, თქვათ აუცილებლად თავაზობენ, რომ სანამ ორსულობა დადგება, ვაქცინირებული იყოს, რომ ეს დაავადებები აიცილოს, თქვათ თავიდან. ეს არის, თქვათ, დიაბეტი თუ აქვს ქალბატონს, რომ აბსოლუტურად ენდოკრინოლოგის, არა მარტო გინეკოლოგი ჭირდება მეთვალყურეობა, თქვათ, ორსულობის პერიოდში, არამედ ენდოკრინოლოგი, რომ მისი შაქრის დონე იყოს კარგად დარეგულირებელი. ეს არის, თქვათ, მთელი რიგი ნივთიერებების თავიდან აცილება, ხო? ზოგიერთი მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ემბრიონის დაზიანება, ალკოჰოლი, თქვათ, ტოქსიური ნივთიერებები, თამბაქოს მოხმარება, ამიტომ აი ამ ღონისძიებების დაგეგმვით თუ ჩვენ ამას გავაცნობიერებთ კარგად და დავგეგმავთ, მაშინ შეიძლება მთელი რიგი, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ მთელი რიგი ამ პრობლემების თავიდან აცილება. მართალი ხარ, მაიკო, რომ შევაჯამოთ, რატომ იკვლევენ პათოლოგიურ ნაყოფს და როგორ გვეხმარება ეს მომავალი ორსულობებისას, ამ კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უნდა გაიკვეს იყო ეს შემთხვევითი შეცდომა თუ რაიმე სახის გენეტიკური ტენდენცია. ანუ პრობლემა განმეორებადია თუ არა და საჭიროა თუ არა განსაკუთრებული მეთვალყურეობა. აბსოლუტურად გეთანხმები, კეთი, და პრევენცია რეალურად და წინასწარია ეს დიაგნოსტირება ყოველთვის ერთ და იგივე პრინციპს, ესე ვთქვათ, ემსახურება, ეს არის ჯანმრთელი მომავალი. სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ პროფესორი ნინო მუსერიძე, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის კლინიკური დირექტორი. მოგესალმებით, ნინო. რატომ არის მნიშვნელოვანი პათოლოგიური ნაყოფის გამოკვლევა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომში სხვადასხვა ტიპის პრობლემები ნაყოფთან მიმართებაში? ძალიან კარგი თემაა, ალბათ საკმაოდ პრობლემური ძალიან ბევრი პაციენტისთვის, რადგან საკმაოდ ბევრი თვითნებითი აბორტი ხდება 12 კვირამდე, ასევე 12 კვირის მერე 16 კვირამდე, როცა პათოლოგიას აღმოვაჩენთ ხოლმე და შესაბამისად წყვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ მიზეზი, რატომ მოხდა ამ თუ იმ პრობლემის განვითარება მათ ნაყოფში, რატომ მოხდა თვითნებითი აბორტი თუ მაგალითად ხელოვნურად ორსულობის შეწყვეტა. დღევანდელ დღეს ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ ოდესმე, როდესაც
ამ პაციენტს შვილი ეყოლება, აუცილებლად გაგაცნობთ, რომლის გამოც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათ დღეს გაეჩინათ ჯანმრთელი ნაყოფი და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელ დღეს სწორედ ის კვლევა ტარდება, რაც ეხება აბორტული მასალის გენეტიკური კვლევა. ძირითად შემთხვევაში საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ხდება აბორტული მასალის გამოკვლევა გენეტიკურად. ამ აბორტული მასალის გამოკვლევა ძირითადად ხდება პათოლოგანატომიურად, ანუ მორფოლოგია კეთდება. ამ შემთხვევაში იწერება თუ რა პრობლემა ჰქონდა ნაყოფს, მაგრამ რამ გამოიწვია ეს პროგრამა და რა მიზეზებით განვითარდა პრაქტიკულად ამის კვლევა მხოლოდ შეგვიძლია, როდესაც საუბრობთ გენეტიკურ კვლევაზე და გენეტიკური კვლევა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განსაზღვროთ რა გენის მუტაცია აქვს ამ პაციენტებს, არის თუ არა ის გადაცემით, ანუ კიდევ სხვა ნაყოფსაც ხომ არ გამოვა და რა პრობლემაა ამ თუ იმ ნაყოფის პათოლოგიის დროს, რომელიც კეთდება აბორტულ მასალაზე და მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევა არ არის ისეთი კოლოსალური თანხა, რომელიც მაგალითად სრული ეგზომის გამოკვლევით სრულდება, მაგალითად ქალსა და მამაკაცში, იმიტომ რომ სრული ეგზომი ნიშნავს, რომ აი ჩვენ რო ვიკითხეთ, დავსვით შეკითხვა ერთხელ, გენეტიკური კვლევა რას მოიცავსო, ძალიან ბევრი პაციენტი გვეკითხება, რომ აი გენეტიკურად გამოკვლეული ემბრიონი გადავიტანე, რატომ არ დავორსულდი? კი, ესეც ჩვენს გვაქვს კითხვა, რომ რატომ არ შეიძლება რომ დავუშვათ გენეტიკური გამოკვლევის დროს გამოჩნდეს ეს ყველაფერი და მე რატო ჩანს? ანუ რა აუცილებელია ამ კვლევის გაკეთება და რატო არ გვაზღვევს გენეტიკური გამოკვლევა? არ გვაზღვევს, იმიტომ რომ ჩვენ უამრავი გენის მუტაციის მტარებლები ვართ და მე იმდენად ბევრ პაციენტს ვუტარებ გენეტიკურ კვლევას დღევანდელ დღეს. მინდა გითხრათ, რომ ეხლა ვაკეთებთ ესეთ კვლევას, რა დაავადებები უფრო ხშირად არის გენეტიკურად განპირობებული საქართველოში. ეს ემბრიონის დავაკონკრეტებია, ემბრიონის გენეტიკურ კვლევას. პაციენტების, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად აკეთებენ დონაციას, სუროგაციას, თქვენ გესმით, რომ არც დონაცია, სუროგაცია არ განაპირობებს იმას, რომ 100% იყოს და ძალიან ბევრი ადამიანი, მეც ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც რჩება დღევანდელ დღეს უშვილოდ და ანუ პრობლემა არის იქ, რომ ის 5%, რომელიც არის პრაქტიკულად შვილი ვერ შეძლეს, რომ შეექმნათ იმ შემთხვევაშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ დონორიც აირჩიეს და ასე. და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ვაწარმოებთ იმას, რომ ვიკვლევთ პაციენტებს უკვე, რა პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ბიოლოგიური მშობელი მაინც არის, ხო? ამ შემთხვევაში ან ქალია, ან მამაკაცი, რომელიც რჩება, ხო, ამ შემთხვევაში. და სწორედ იმ ბიოლოგიური მშობლის მტარებლობას ვამოწმებთ და შემდგომ გენეტიკურად ვურჩევთ დონორს იმისთვის, რომ ის დაავადებების მტარებლობა, რომელიც აქვს მას, არ განმეორდეს დონორში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომას, როდესაც ვთავაზობთ მაგალითად მტარებლობის სკრინინგს და პაციენტი ამბობს ამაზე ვარს. რადგან არავინ ვიცით, რისი მტარებლები ვართ, ნამდვილად ჯობია რომ ვიცოდეთ, რას ვატარებთ, თუმცა ზოგჯერ შეშფოთება შეიძლება იყოს, თქვათ რაღაცა. კი, გააჩნია რა შემთხვევაში, ანუ მესმის თქვენი ალცგეიმერს მაგალითად არ არის პროცესიაბოლო ადრე რო იცოდე, ხვალ შეიძლება სვერპლი თუმცა მაგალითად BRCA1 და 2 გენი რო არ მაქვს, უფრო თავისუფლად გრძნობს თავს, რომ ზუზუსკიბა დაუშვათ არ მექნება, ხო? მაგალითად ყავს პაციენტების რაოდენობა, რომელსაც ეშინია იმით, რომ გაიკეთოს მაგალითად ინვიტრო განაყოფიერება, ან გააჩინოს ბავშვი მარტო იმიტომ, რომ ძალიან დატვირთული გენეტიკური ანამნეზია. აუცილებელია რომ გაკეთდეს და მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ამ კვლევებს ისეთ დაბალ ფასად ვაკეთებთ და ვაგზავნით ამერიკაში, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ხელმისაწვდომი იყოს ეს კვლევები. ანუ რეალურად აღნიშნული კვლევა საქართველოში არ ტარდება, იგზავნება, მაგრამ იმდენად ჩვენ სრულად ვიკვლევთ მაგალითად დონაციის ბანკებთან გვაქვს ურთიერთობა და შესაბამისად დონორების კვლევას ვაკეთებთ მაგალითად იმ 472 გენზე, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა ლაბორატორია ასეთი დატვირთულია ჩვენგან, იმისთვის რომ ჯანმრთელი თაობა მოვავლინოთ ამ ქვეყანას, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის აკეთებენ ამ შეღავაც, რომ ჩვენთვის მზადდება პანელი სპეციალური, რომელსაც იკვლევენ, აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში გვაქვს საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ სრული ეგზომიც, გამოვიკვლიოთ ასევე
გენეტიკური დაავადებები და წინასწარ მიდრეკილება რასთან აქვს ონკოლოგიურ დაავადებასთან, მაგალითად გასტროენტეროლოგიურ პრობლემებთან და ასე შემდეგ. ნინო, ჩვენ ვიცით კარგად, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, რომ თვითონ ემბრიონის გენეტიკურ კვლევასაც ახორციელებთ ყოველთვის, იმისთვის, რომ სწორედ ჯანსაღი თაობას განვითარებას მოდით, ასე ვთქვათ, შეუწყოთ ხელი. რა დაავადებების აღმოჩენის საშუალებას გაძლევთ და რა იყო, ვთქვათ, ხშირი შემთხვევები, რაც ქონიათ აი ამ კვლევების უკვე ვთქვათ შედეგების მიხედვით? აი ძალიან ბევრი არის ცისტური ფიბროზის გენი. მამაკაც უშვილობის გენი, ხო? არსებობს ინფერტილიტის, ანუ უნაყოფობის გენები, რომლის ექსპრესიაც აქვს მაგალითად პაციენტს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია წარმოიდგინეთ, რომ მთელი პანელი გავაკეთოთ 93 გენის კვლევას ვაკეთებთ, როცა ძუძუს კიბოს ვეხებით, არა მარტო ბრაკა 1, ბრაკა 2. შესაბამისად, გასტროენტეროლოგიური პანელი არსებობს, რომელიც იწვევს გასტროენტეროლოგიური ტრაქტის პათოლოგიებს, ატრეზიებს. ძალიან ბევრი პაციენტი და ბევრი ბავშვი იბადება სხვა შესაძლებელი პათოლოგიით და იღუპება მერე. შესაბამისად, აი ესეთი მშობლები ძალიან ბევრი მოდის ჩვენთან, რომლებსაც პათოლოგია აღმოაჩნდათ, ან ბავშვი დაიბადა პრობლემით, მაგალითად SMA გენის ტრანსლოკაციები ძალიან ხშირია და მინდა გითხრათ, რომ ცისტური ფიბროზის გენი ერთ-ერთი გენია, რომლის მტარებლობაც პრაქტიკულად აი 60%-ში აღმოაჩნდა ყველა იმ წყვილში, რომელიც გამოვიკვლიეთ და სხვა შორის აი ძალიან მაინტერესებს რა თქმა უნდა. ერთ-ერთი არის რომ რეცესიულია და რეცესიულია, შესაბამისად არ გამოვლინდება ყველგან, მაგრამ თუ წყვილი შეხვდა ერთმანეთს აუცილებლად გამოვლინდება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, როცა მსგავსი ტიპის კვლევებზე ვსაუბრობთ და უცხოა, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ყოველთვის ისმევა კითხვა, რამდენად მარტივი არის აღნიშნული პროცედურების ჩატარება და ზოგადად რას მოიცავს ეს პროცედურა? ძალიან კარგი კითხვაა, ძალიან მარტივია. მოდის პაციენტი, არ ჭირდება ამას ან უზმოდყოფნა ნებისმიერ დროს. შეუძლია აიღოს, ჩვენ ვიღებთ ხოლმე ხან ბუკალურ ნაცხს და ხან ვიღებთ სისხლს. ანუ გააჩნია რომ ლაბორატორია რას ითხოვს ხოლმე ჩვენგან და პრაქტიკულად იგზავნება, არანაირი პრობლემა აქ არ არის, ექსტრაქცია ხდება დნმ-ის და პრაქტიკული სრული გამოკვლევა შეიძლება ჩატარდეს. გააჩნია პაციენტი რა პანელს ითხოვს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენთან ძალიან კარგი გენეტიკოსი არის კონსულტაციაზე, შედის ეს კონსულტაცია იმისთვის, რომ რა განისაზღვროს და რა სჭირდება ამ პაციენტს, არ სჭირდება ყველა სრული ეგზომის გამოკვლევა, რა თქმა უნდა. და გააჩნია რა პათოლოგიით იბადებიან ბავშვები, მაგალითად აი ამ შემთხვევაში ამ წყვილთან მიმართებაში გჭირდება გასტროენტეროლოგიური ტრაქტის სრული გამოკვლევა და უშუალოდ რა პრობლემებია, იმიტომ რომ არსებობს იშვიათი დაავადებები, რომელიც არ შედის იმ 472 დაავადებაში, რომელსაც პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ, ხო, რასაც უკეთებთ carrier screening-ების შემთხვევაში და არსებობს მაგალითად წყვილები, რომლებმაც იციან თავიანთი მტარებლობა და უკვე მოდიან და მეუღლეს იკვლევენ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ როცა ჩვენ საერთოდ არ აქვს შეხება გენეტიკასთან და არანაირი პრობლემა არასდროს არ ქონია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან იშვიათად რო წყვილს ესმოდეს, რაში სჭირდება ეს კვლევა. და ჩვენი ძალიან დიდი ამოცანა გავაგებინოთ რა მნიშვნელოვანი მტარებლობა ისედაც არ ნიშნავს აუცილებლობას, რომ გამოვლინება იყოს, ხო? და შესაბამისად შესაძლებელია მთელ, ვთქვათ, იმ გენში, ვისაც ვიცით და გვაქვს ინფორმაცია არსად არაფერი ყოფილა, მაგრამ ჩვენთან უკვე ხო. და ძალიან მნიშვნელოვანი არის მაგალითად ამ დროს რას უნდა მივაქციოთ, მაინც ყურადღება, ხო? აი თქვენ ახსენეთ თვითნებური აბორტები დასაწყისში. ვთქვათ, ერთხელ მოხდა თვითნებური აბორტი, თუნდაც 10 თუ 12 კვირაზე. უკვე უნდა დაიწყოს წყვილმა ამ გენებზე კვლევა, თუ ვთქვათ, ჯერჯერობით სხვა რუტინული კვლევები არის. აი ძალიან კარგი კითხვაა. 10-12 კვირაზე გამოკვლევის შემთხვევაში, როდესაც არის პათოლოგია და პათოლოგიური ორსულობა, რა თქმა უნდა, კი. აუცილებლად. აქ პათოლოგანატომი ერთვება და პათოლოგანატომთან ერთად აუცილებლად გენეტიკა უნდა გამოიკვლიოს. მაგრამ როცა ვსაუბრობთ მაგალითად ერთი თვითნებითი აბორტი 5 კვირაზე, შეიძლება საერთოდ არ იყოს გენეტიკური პათოლოგიის მაჩვენებელი, თუმცა თუ ჩვეული აბორტია, ანუ 2 ან 3 თვითნებითი აბორტი მცირე ვადაზე პრაქტიკულად ყოველთვის გენეტიკური პათოლოგია, თუნდაც 5 კვირაზე, გულისცემა არ არის 9 კვირაზე, 12 კვირამდე არსებული ორსულობების და შეწყვეტილი ორსულობების პრაქტიკულად 95 და 5% არის გენეტიკური აბერაცია. და იცით რა,
აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი ამბობს, რომ ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს. მე მხოლოდ ერთადერთი პაციენტი მყავდა, ვინც მოვიდა და თქვა, რომ ჩემი გენეტიკური მასალა არ გამოიყენოთ და მე მინდა გავანთავისუფლოთ ჩემი თაობები იმ დაავადებისგან, რომელსაც ჩემი წინაპრები ატარებდნენ. თუმცა მინდა გითხრა, ძალიან ეგოისტია ადამიანი. აბსოლუტურად 99% პაციენტების, აი დღესაც მყავდა ეს პაციენტი, რომელმაც თქვა, რომ კი მე მაქვს ეს SRY გენის ტრანსლოკაცია, მე მაქვს აზოოსპერმია, მაგრამ ესეთი აზოოსპერმია აქვს, სადაც ერთი შვილი უკვე გააჩინა და მისთვის არ ქონდა მნიშვნელობა, რომ 100%-ით ის გადასცემდა ამ გენს თავის ბიჭ-შვილს. და არა უშავს, მე ხომ მყავს შვილები, შესაბამისად ისიც გააკეთებს იგივეს და ეყოლება შვილი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. იმედია ჩვენი მაყურებლებისთვისაც იყო ინფორმაციული, ბევრ წარმატებულ დამდგარ ორსულობას და ჯანმრთელ პაციენტებს გისურვებთ. დიდი მადლობა. წარმატებით. ნახვამდის. ახლა გავდივართ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ კანის მოვლის რუტინას